შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელექტროშოკის, ეგრეთ წოდებული წიწაკის სპრეის, გაზის, აეროზოლური მოწყობილობისა და აკუსტიკური იარაღის ბრუნვის რეგულაციები შეიმუშავა და კონტროლის მექანიზმები საკანონმდებლო ინიციატივად აქცია. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ნივთები მალე თავისუფლად ვეღარ გაიყიდება. ნაწილის იმპორტს და შეძენა რეალიზაციას სპეციალური ნებართვა დასჭირდება. ნაწილის ყიდვა-გაყიდვა კი საერთოდ აიკრძალება. პოლიციას ენიჭება უფლებამოსილება დაადგინოს აკუსტიკური იარაღის შეძენაზე შეზღუდვები როგორც რაოდენობის, ისე შეძენის პერიოდულობის კუთხით. გაზის აეროზოლური მოწყობილობის წიწაკის სპრეის იმპორტი დაექვემდებარება ნებართვას. გაზის აეროზოლური მოწყობილობის წიწაკის სპრეის შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, ელექტროშოკური მოწყობილობა აიკრძალება სამოქალაქო ბრუნვაში. თითოეული იარაღი იქნება გამოყენებული იმ დანიშნულებით, რაც კანონით გათვალისწინებული და ჩვენ თავიდან ავიცილებთ, ესე ვთქვათ, ისეთ ტიპის ტრავმებსა და დაზიანებებს, რომელიც ხდებოდა პრაქტიკაში. იარაღის შესახებ კანონში ცვლილებათა პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა. პირველი კანონმდებელი ამბობს, რომ ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთების ყიდვა-გაყიდვა მკაცრ კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. ნივთები, რომელსაც მომეტებული საფრთხე შეიძლება ქონდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, უნდა დაექვემდებაროს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციას და კონტროლს ჩვენი მოქალაქეების, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, სიცოცხლის გარანტიებისთვის. აკუსტიკური იარაღი, ელექტროშოკური მოწყობილობა და ეგრეთ წოდებული წიწაკის სპრეი ხშირად თავდაცვის გარდა თავდასხმისათვის გამოიყენება. უსაფრთხოების დაცვისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით დეპუტატები კონტროლის მექანიზმების კანონში გაწერას მიესალმებიან. აკუსტიკური იარაღები, ელექტროშოკური მოწყობილობები და აეროზოლები არ შეიძლება ისეთივე ხელმისაწვდომი იყოს მოქალაქისთვის, როგორც სურსათი მაღაზიაში. ვინაიდან ეს ნივთები სხვა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისთვისაც გამოიყენება. ჩვენ არ ვკრძალავთ, უბრალოდ ეს არის გამკაცრებული რეგულაციები, რომელთაც იქნება აღრიცხვაზე აყვანილი. ყველას შეუძლია გამოიყენოს, ოღონდ უნდა აიყვანოს რეგისტრაციაზე. ჩვენი ვალდებულება მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი საზოგადოება ყველა იმ შესაძლო ექსცესისგან ან გართულებისგან, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ამ ნივთიერებების თუ აპარატების თავისუფალი მიმოქცევისგან. იარაღის შესახებ კანონში ცვლილებები ბიუროზე უკვე დარეგისტრირდა. დოკუმენტის განხილვას მალე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი დაიწყებს. შემდეგ კი პროექტი დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე გავა.